Big day. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა ჩვენი ცივილიზაციისთვის ერთ-ერთი უდიდესიც. მე და ბენიამინ ნეთანიაჰუმ კარგად ვისაუბრეთ არა მხოლოდ ღაზაზე, არამედ სხვა სერიოზულ საკითხებზეც. შეთანხმების მიზანი ყველა პრობლემის მოგვარებაა. ამ შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება მოჰყვება. იმედია ცეცხლი შეწყდება. თუ ამ მიზანს მივაღწევთ, მაშინ არაბ და მუსლიმან ერებს ჰამასთან ურთიერთობის შანსი უნდა მივცეთ. მათ ერთად უნდა იპოვონ გამოსავალი. თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ ისრაელს საომავლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა ექნება. ისრაელს ჩემი სრული მხარდაჭერა ექნებოდა ჰამასის სრულად განადგურების პროცესში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. ამ ძალისხმების წარმატების უზრუნველსაყოფად შევიმუშავე გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საერთაშორისო ზედამხედველობის ორგანოს, მშვიდობის საბჭოს შექმნას. ლამაზი სახელია. მისი ხელმძღვანელობა არ მსურდა. ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საბჭო იმუშავებს. არაბულმა ქვეყნებმა და ისრაელმა მთხოვეს ამის გაკეთება და ამიტომ მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დიახ, დამატებითი სამუშაო მომიჩნდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვარ ეს როლი მოვირგო. Your plan is consistent with the five principles. Თქვენი გეგმა შეესაბამება იმ 5 პრინციპს, რომლებიც ჩემმა მთავრობამ დაადგინა ომისა და ჰამასის მმართველობის დასასრულებლად. ყველა მეკითხება თუ რა გეგმა მაქვს, რომ ჰამასის მმართველობა დასრულდეს. აი ჩვენი გეგმა, რომელიც კაბინეტმა დაამტკიცა. ჩვენი ყველა მძევალი დაუყოვნებლივ დაბრუნდეს სახლში. გარდაცვლილები გადმოასვენონ ისრაელში. ჰამასი განიარაღდეს და დაიწყოს ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია. ისრაელი აიღებს პასუხისმგებლობას ღაზის უსაფრთხოებაზე და ბოლოს ღაზას ეყოლება მშვიდობიანი სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელსაც არც ჰამასი და არც პალესტინის ხელისუფლება არ უხელმძღვანელებს. თუ ჰამასი თქვენს გეგმას დასთანხმდება, ბატონო პრეზიდენტო, პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენი ჯარების შემცირება ღაზაში, რასაც 72 საათის განმავლობაში ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება უნდა მოხდეს. შემდეგი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო ორგანოს შექმნა, რომელსაც დაევალება ჰამასის სრული განიარაღება და ღაზის დემილიტარიზაცია. ვაფასებ თქვენს მზადყოფნას, უხელმძღვანელოთ ამ ორგანოს, ბატონო პრეზიდენტო, თუმცა თუ ჰამასი უარყოფს თქვენს გეგმას, ან თუ მიიღებს მას და შემდეგ არ შეასრულებს, მაშინ ისრაელის საქმეს ბოლომდე თავად მიიყვანს. ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით მოხდეს, თუმცა გპირდებით მაინც გაკეთდება. ჩვენ მარტივ გზას ვამჯობინებთ, მაგრამ ყველაფერს ვიზამთ მიზნის მისაღწევად. ყველა ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, რადგან ჩვენ არ გვიბრძოლია და არ გაგვიწირავს ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები იმისთვის, რათა ჰამასი ღაზაში დარჩეს და ისევ ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტით დაგვემუქროს. It's a lot to make sure that everything flows